საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კი აზერბაიჯანს სტუმრობს. მარიამ ქრივიშვილმა ბაქოში სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს საკვანძო როლი ევროპა-აზიის ენერგეტიკული დაკავშირებადობის პროცესში და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისთვის. ეს იყო საკითხები, რაზეც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ძირითადი აქცენტი გააკეთა. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელმაც საქართველოს გავლით ელექტროენერგია ევროკავშირის ქვეყნებს უნდა მიაწოდოს. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქრივიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან. უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავალი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალი გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. ალიევის განცხადებით უკვე 10 წელზე მეტია აზერბაიჯანი არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გლობალური გამოწვევებისა და კონფლიქტების ფონზე კი აზერბაიჯანის პირველი პირის თქმით საჭიროა სამხრეთის გაზის დერეფნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქსელის გაფართოება, რათა ქვეყანამ ბუნებრივ გაზზე მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად აითვისოს. გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ერთად შეკრება და ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვა. განსაკუთრებით თუ გადავხედავთ გასულ 12 წელს, დავინახავთ სხვადასხვა სცენარს, სირთულეს, გამოწვევას და პრობლემას, თუმცა მიუხედავად ყველა ამ დაბრკოლებისა და ჩვენს რეგიონში არსებული მძიმე პერიოდებისა, აზერბაიჯანის და მისი პარტნიორების მიერ მრავალი ქვეყნისთვის მიწოდებული ენერგოუსაფრთხოება გახდა ისეთი რამ, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე. როდესაც სამხრეთის გაზის დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ პროექტის წარმატებით მუშაობა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. ვინაიდან სატრანზიტო როლის გათვალისწინებით, სწორედ ჩვენი ქვეყანა არის აზიისა და ევროპის მთავარი დამაკავშირებელი ხიდი. საქართველოს წვლილზე ისაუბრა ბაქოში გამართულ მინისტერიალზე ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქრივიშვილის განმარტებით, ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. მინისტრმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისა და მწვანე ენერგიის დერეფნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში დენ იორგენსენი. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა და ასევე, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია. ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია შეასრულოს ხიდის ფუნქცია არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც. ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. შავი ზღვის სტრატეგიაში ევროკავშირმა აიღო დაკავშირებადობის დღის წესრიგის ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონთან, თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან. დაკავშირებადობის დღის წესრიგი სამ რამეს უზრუნველყოფს. პირველი ის ქმნის საერთო სტრატეგიულ ჩარჩოს, მეორე პრიორიტეტს ანიჭებს რეფორმებს, მესამე აკავშირებს ინვესტიციებს პოლიტიკასთან. ამ დღის წესრიგის წინ წაწევა ჩვენს საერთო ინტერესებშია. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქრივიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან. სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს მინისტრთა შეხვედრები 2015 წლის თებერვლიდან რეგულარულად იმართება.